საქართველოს და იმ ადამიანებმა ნახონ ელოდება თუ ვინახართ თქვენ ალბათ უკვე დღეიდან ყველა გნახავთ, ყველა გაიგებს თქვენს შესახებ და აქ იქნება ესე. კომპანიას ყავს დირექტორი. მე ვარ ამის დამფუძნებელი. და მე და მარიმ ესე მოვილაპარაკეთ, რომ აი ეს გოგობიჭები, ვინც აქ ზიან, ეს 10-ჯერ მეტი უნდა იყოს ხვალზე. ჩვენ თბილისში ყავს 30 გოგობიჭები, იგივე იქნება ბათუმში და იგივე იქნება ქუთაისში, სადაც ჩვენი ძირითადი ოფისები არის და ცენტრები. მე ვპირდები მარი, რომ მოხვედი, ჩემი ისტორია გადაიკითხე, მოგეწონა ჩემი გავლილი გზები, მოხვედი და მითხარი, რომ მართლა ესე იყო, ესე იყო. ვინ გაიგო, გაიგო, ვინ ვერ გაიგო, ვერ გაიგო. ვინ შეაფასა ის რას მე ცოდნა მივეცი, გაიგო, ბევრმა ვერ გაიგო. ისეთი ადამიანები წავიყვანე დუბაიში, ინგლისში, ჩინეთში, რომლებსაც აბაშის იქით ნამყოფი არ იყვნენ. და ნახევარ საქართველოს გავაცანი დუბაის და ჩინეთის და თურქეთის და მსოფლიო გამოფენა. აქედან ძალიან ბევრმა გული მატკინა, ვინაიდან ის რაც ნახა ეგრევე გაიქცნენ და ინფორმაციები გაყიდეს და იმ კომპანიამ მიიღო ერთი კვირა და უთხრეს, რომ თუ ის გაყიდე, მე რო ახლა კიდე სხვა განახო, კიდე სხვაგან წახვალ და იმასაც გაყიდიო და ეს არც ერთი არ მუშაობს, როგორც მე მესმის. ეს არაფრით არ შეიძლება. მოსვლას გოგოებო, ბიჭებო, კომპანიაში სულ აქ ხო არ იქნებით? პირიქით მე გამიხარდება, რომ აი ესეთი ლამაზი გოგოები, ბიჭები იყვნენ ძალიან დიდ თანამდებობაზე, მაგრამ ერთ შეკითხვას დაგისვამთ. ნებისმიერ ადგილზე თქვენს დარგში თქვათ, ავიღოთ პოლიცია, პროკურატურა და სხვა, ხო? რა არის ხელფასი? 3000, 5000 და მეტი აქვს, არ ვიცი, 10000 ვინმეს ხონია, ხო არა აქვს? აი ამ კომპანიაში თქვენ ყოველ თვე ვისაც ხელფასი აქვს და დიდ თანამდებობებზე არიან, საჩუქრად გექნებათ ბონუსი კი არ არის ეს. ეს იქნება კომპანიისთვის საჩუქარი. დანარჩენი ფული თქვენ უნდა იშოვოთ. მაგრამ შენი შვილი არასდროს არ გეტყვის, რომ ფული საიდან მოიტანეო თქვენ, თქვათ, თქვენ არ გეტყვია. რატომ? თქვენ მუშაობთ და ფულს შოულობთ. თქვენს ცოდნას აფასებთ, იყენებთ და შედეგიც უნდა მიიღოთ, ხო? და რასაც ეტყვით, ის უნდა გადაგიხადონ, ხო? თუ უნდათ. მაგრამ თქვენ როცა მუშაობთ ისეთ სამსახურში 10 წელი, 20 წელი, 30 წელი, რომ 1500 და 2000 ლარი გაქვს ხელფასი, მე გისვამ შეკითხვას. მე გელაბარკალაია მთელი ჩემი ცხოვრება უმუშაობ და ლამბორჯინი ძლივს ვიყიდე 60 წლის განმავლობაში და 60 წლის განმავლობაში კი არ უნდა იყიდო ლამბორჯინი, უნდა იყიდო 30 რო ხარ მაშინ გჭირდებათ, არა? ახლა მე რა თქმა უნდა ლამბორჯინი, ხო? მაგრამ ისმება კითხვა, საიდან იშოვე ფული? სახლი, დაჩა, კარი, საიდან იშოვე? 18 წლის მანქანავწყიდი, ხო? თელ სოფლიოში მანქანავწყიდი და ბიზნეს ვაკეთებ. შენ საიდან იშოვე ფული? ერთ დღეს შვილი დაგისვამს მაინც შეკითხვას. ეს ფული ყველა არის არასწორი გზით ნაშრომი. მე მილიარდელი ვერ გავხდი. მე რო ვიშრომე, იმდენი ორ კაც არ უშრომია, მაგრამ ვერ გავხდი, იმიტომ რომ პატიოსანი კაცი ვარ და პატიოსნად უმუშაობ. ახლა რაცაც გავაკეთებთ, ეს მოხდება ყოველ თვე, ყოველ კვირა, ეს არის უბრალოდ სტიმული. ახალგაზრდებს უნდა მისცეს სტიმული, გზა, გააცნო შენი პარტნიორები, გამოფენაზე წახვიდე, მიდგე, მოდგე და კავშირები უნდა დაამყაროთ. ჩვენ რატო ვართ საერთაშორისო კომპანია? იმიტომ ვართ, რომ საერთაშორისო ქვია და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ
რომ რამე იყოს სტრასბურგშიც წახვალთ და კიდე ვიცით, მაგრამ ბევრი ხართ, ხო? 30 იურისტი ხართ. და 90 იურისტი ყველა მწვანე როგორ იქნებით, ხო არ იქნებით. ამიტომ მოუწევს ბევრ ვინმეს თქვენზე მოსმენა. ახლა ერთი რაღაც პატარა სურპრიზი გაგიკეთებთ. აი ესე გავაკეთოთ. აქ შენი სახელი და გვარი ხო არ არის? პირველი შენ უნდა დაგიერთო. სადაც შენ მუშაობდი, ამას აკეთებდნენ? არ აკეთებდნენ, ხო? ფურცელია, არ გინდა ერთ წალი ფურცელი. შეხედე? დავუწეროთ. დავუწერეთ. უბრალოდ ქეთი. კარგი. დავამატებოთ მოგავთ. კარგი. როგორ გავაკეთოთ მითხარი? როგორც მეუნებიან მეგრელი, აი კაცი სენაკელი ყოფილა და დღეს გავიგე რომ სენაკელია. არც არავინ არ შეუწუხებია, არაფერი განათლებული კაცია და არავის შეწუხება მას არ მოუწევს და დიდი მადლობა რომ ჩვენ ერთი კუთხის ხალხი ვართ და აი კაცურად გეუნები და ყველა მისით რომ დღეს დირექტორს ვეკითხები კაცო ისე მაინც გეთქვა სენაკელი კაცი თუ იყო მეთქი. მოდი ერთი რომელიც მინდა ის აიღე. ეს არ არის მარტივი. მერე ქალები არ დახვდნენ გასასვლელში. მარი მოდი. მომეცი დიდი მადლობა დაბრძანდით. გამოაცხადე ვინ არის? მე თომო ემზადეთ. მეც არ ვიცი მართლა რა ხდება. ქეთევან ხერკელაძე. აი, ახლა შეიძლება კაცმა მართლა იფიქროს, რომ რა ხდება. არც დამიდია, არც დამიწერია, არც დამიდია. რო არ მეგონო, კარგად ნახე. ქეთევან ხერკელაძე. ქეთევან. ქეთევან. შენ სადაც იმუშავეთ გემდე? აი ეს თანხა არ მიგიღია, რაც აქ არის თანხა. ეს არის შენი ნამუშევარი, ამასაც წვალება ხომ უნდოდა. აი ეს თანხა არის შენი მოგებული. ბრავო. ახლა ბურთი მიეცი? ბურთი ჭირდება თუ ისა დამავიწყდა სახელი. დაჩის უნდა ბურთი. ახლა მოურიე, არც შეხედო ისე ერთი ცალი აიღე. ეს დიდი დღეა. ნამდვილად. აბა ოთარ გილოცავ. კარგი ეს გადავდოთ იქით. ეს უკვე იყო ხო მე მგონი? არა ეს არის. ეს იყო აბესავი. ოთარ თქვენ მეგრელებს ფულის მეტი რა გაქვთ, მაგრამ აი ოთარ ეს იმდენად ბევრი ფულია, აქ მოსასვლელად, წასასვლელად 1-3 თვე გეყოფა და იქნება აქ. და გისურვებ წარმატებას. ღმერთია, მოწამე. აი ეს კაცი მოვიდა. მუშაობა დაიწყო. წარმოიდგინე და ყველა მეუნება რომ მაგარი ბიჭი. და დირექტორს ვეუნები 5 წუთის უკან. კაცო, მაინც სენაკელი კაცია ხო? უფრო შინაურულად გავიცნობდი მეთი და იმდენად ჭკვიანია და იმდენად მაგარი ბიჭი არ უნდა და შენი შეწუხება და თავისით მოვიდა თავის პექით და ისურვებ წარმატებას. თუ შეიძლება მინდა რომ ბატონო გელა თქვენის ნებართ თოთარზე ვთქვა, როდესაც მე მისი რეზიუმე ვნახე, იმდენად აღფრთოვანდი, რომ მაშინვე დავურეკე და ვთხოვე მოსვლა და რომ მოვიდა პირველი თხოვნა მისი იყო, რომ გთხოვთ ბატონ გელას არ უთხრათ მე საიდან ვარ და ვინ ვარ. კაი ბიჭი ხარ. მოდი. ახლა დავჭა კიდე ერთი
ერთი ესეთი აქვია მას კონვერტი თვალები შეხედე თვალები არ მომაშორა ერთი ამომაღებიე მაგარი ხელი მაქვს ახლა შენობა ერთია გაღებიო და შენ რომ მოხდე მე ჩვენ მეგრელები ვარ და არ დაგვიჯერებენ აბა მოდი მოურიე და აიღე რომელიც შენ გესიამოვნება არა ზევით იყურე იმიტომ რომ ხო იცი მეგრელი ხარ და შენ რატო მოიგე მაინც და მაინცო გეტყვია გიორგი გილოცავ აი უყურე როგორ არის რაღაცის ხალისია ხო ამ ქვეყანაზე ხო ახლა ქვეყანა არ დაგვინგრევია გაბზანდით ქვეყანა არ დაგვინგრევია მაგრამ დღეს პირველი შეხვედრაა ესე ხო გუში ვთქვით რომ მოდი დღესაც შევიკრიფოთ და ერთმანეთს შევხვდით და სიმბოლურად რაღაც თანხა გავათამაშოთ ხო აი ეს არის თქვენი თანხა ახლა დიდი და პატარა დაიწყებს წერას რომ თქვი რამდენი თანხა დირექტორმა მითხრა თანხა არ უნდა თქვა იმიტომ რომ ამდენი ფული სადიშოვეო გეტყვიანო და ამიტომ ამას არ ვიტყვი ხო აქ იმდენი თანხა არის ცოტა ხანი გეყოფათ უყურეთ მე რასაც გპირდებით კაცურად რომ ჩვენ უნდა გავიზარდოთ უფრო მეტი უნდა ვიყოთ და მთელ საქართველოს უნდა მოემსახუროთ სულითა და გულით ადამიანებს უნდა ვათქმევიოთ რომ აი ახალგაზრდები შეიკრიბა და თავისი სიტყვა თქვესო მე მინდა მარიამ დიდი მადლობა გადაგიხადო ორგანიზებისთვის ჩემი მარჯვენა ხელი ჩემი ბუღალტერი დღეს 7 ჯერ ნერვები მომიშალა დიდი მადლობა მდობისთვის ეს არის კომპანია რომელიც არის საერთაშორისო და ყველაფერი უნდა გააკეთოთ რომ ასახელოთ თქვენი კომპანია მე მინდა კიდევ ერთჯერ მოგილოცოთ ყველა დღესასწაული რამე დღესასწაული თუ ყოფილა ამ ქვეყანაზე და მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მივმართო და ვთხოვო მე ვიცი რას ნიშნავს იურისტი მე ვიცი რას ნიშნავს ადვოკატი მე ვიცი რომ ფულის გადახდის შემდეგ ტელეფონს უმრავლეს შემთხვევაში არიღებენ ადვოკატები ეს უნდა დაინგრეს ის ადვოკატები ვითომ რაღაცას აკეთებენ ნაცნობობა ყავთ ამდენ ფულს აფასებენ თავიანთ თავს ეს ხვალიდან დამთავრდება ვინაიდან ვისაც უნდა რეალურად საქმის გარჩევა გარკვევა თუ მის საქმის მიყოლა ეს გოგო-ბიჭები არიან და არასდროს იმას არ გააკეთებენ რისთვისაც დღეს საერთოდ ადვოკატები ახლა ყველაზე არ არის საუბარი მაგრამ გალანძღულები არიან ეს არაფრით არ შეიძლება ამიტომ ზუსტად შევქმენი ახალგაზრდა უძლიერესი გუნდი გისურვებთ წარმატებას